მშვიდობისა. საქართველოს პირველი არხია თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. თქვენ გახსოვთ თავარი ფრაზა, რომლითაც არაუბრალოდ გადაცემა იწყება, არამედ ჩვენ გადაცემის არსს და კონცეფციას გადმოგცემთ ხოლმე. ჩვენ საუბრობთ ადამიანზე და ამავე დროს ჩვენ ხაზგასმით საუბრობთ ადამიანის სიცოცხლეზე, როგორც მთავარ ფასეულობაზე, ყველაზე დიდ ღირებულებაზე ნებისმიერი საზოგადოებისათვის. ჩვენ საუბრობთ ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნების და გახანგრძლივების შესაძლებლობაზე, ანუ ჩვენ საუბრობთ ადამიანის ღირსეულობაზე. ჩვენ საუბრობთ ადამიანის ცხოვრებაზე, ადამიანის ცხოვრების წესსა და მის მსაზღვრელებზე. ჩვენ საუბრობთ ადამიანის ცხოვრების წესის განმტკიცების შესაძლებლობაზე და რაც მთავარია, ჩვენ საუბრობთ ადამიანის ცხოვრების ხარისხსა და მის შენარჩუნებაზე. ეს არის ჩვენი ყოველდღიური საუბარი მრავალი წლის მანძილზე და ეს არის საბაბი იმისთვის, რომ მოვიდეთ თქვენს ოჯახებში სტუმრად ყოველდილით. მოვიდეთ და გითხრათ, რომ დიახ, მოდით ერთად ვისაუბროთ ადამიანებზე. მოდით ერთად ვისაუბროთ ჩვენს ძლიერ და სუსტ მხარეებზე. ვისაუბროთ იმაზე, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. ვისაუბროთ იმაზე, რაც განსაზღვრავს ჩვენს ჯანმრთელობას, ანუ ჩვენს სულ ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობას. და ვისაუბროთ აუცილებლად ჩვენს განათლებაზე, ჩვენს ცოდნაზე, რომელიც არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ერთი მხრივ შეგვიძლია შევხედოთ, რას გვაძლევს ცოდნა. ცოდნა გვაძლევს თავდაჯერებულობას, ცოდნა გვაძლევს უსაფრთხოებას, ცოდნა გვაძლევს შესაძლებლობას, ცოდნა გვაძლევს პერსპექტივას. ძალიან გრძელია ნუსხა იმ ჩამონათვალისა, რას გვაძლევს ცოდნა. მაგრამ როდესაც საუბრობთ, რას გვაძლევს უმეცრება, გარწმუნებთ, აქ ჩამონათვალი კიდევ უფრო დიდი შეიძლება იყოს რისკების თვალსაზრისით. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბრობთ ისეთ დაავადებაზე, რაც დღეს ჩვენი გადაცემის მთავარი თემაა. არის დაავადებები, სადაც არის ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნების ან დაკარგვის ალბათობა. დაავადება, რომელზედაც დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ, ერთადერთ არჩევანს გვაძლევს. თუ დიაგნოზი დაისვა, აქ სიცოცხლის დაკარგვაზე ვსაუბრობთ. სამწუხაროდ, ეს არის დაავადება, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია როგორც 100%-ით მკვლელი. და სამაგიეროდ ეს არის დაავადება, რომლის თავიდან აცილება შეგვიძლია 100%-ით. თქვენ წარმოგიდგენიათ, როგორ სასწორზე ვსაუბრობთ, როგორია თანაფარდობა სიცოცხლისა და სიკვდილის რისკებს შორის და რა სამსახურს გაგვიწევს ასეთ შემთხვევაში ცოდნა. ამიტომ არის სწორედ, რომ ამ თემას ჩვენ სისტემატურად ვუბრუნდებით და ვუბრუნდებით მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, თუნდაც იმიტომ, რომ სეზონი გარკვეულ აქტუალობას სძენს ამ პრობლემას. და თუ ჩვენ საუბრობთ ცოფზე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ცოფი არის ის დიაგნოზი, რომელიც სამწუხაროდ სასიკვდილოა, მაგრამ ამავე დროს ჩვენი ცოდნა ამ დაავადების შესახებ, მისი თავიდან აცილების შესახებ სხვადასხვა ფაქტორის გააზრება გვეხმარება ამ დაავადების 100%-ით თავიდან აცილებაში. როგორია დღეს რეალობა საქართველოში, რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ, თუნდაც მაგალითად ალკოჰოლის ან ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრის კონტექსტში, ამაზე ვისაუბრეთ ჩვენი გადაცემის მეგობართან, გულშემატკივართან ერთად, რომელიც ჩვენი გადაცემის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. პრაქტიკულად ყოველწლიურად ის ერთვება ხოლმე ჩვენს გადაცემაში, იმისათვის, რომ მაქსიმალურად აქტუალური საკითხები და რეკომენდაციები გაგვიზიაროს. ანტირაბიული სამსახურის ხელმძღვანელი, ექიმი, რაბიოლოგი, ქირურგი ბატონი ბადრი ბაზაევი არის ჩვენი სტუმარი. დილამშვიდობისა ბატონ ბადრი. მოგზავნით. დაბზანდით. მადლობა დილამშვიდობის. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის და მადლობა მრავალწლიანი მეგობრობისთვის და ასეთი მჭიდრო თანამშრომლობისთვის. გადაცემას ყავს საბედნიეროდ ბევრი მეგობარი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დარგში როგორც ექსპერტი თქვენ ხართ ჩვენი ძალიან ერთგული მეგობარი და მეორე მხრივ ხშირად უბრუნდებით ამ თემას, უბრუნდებით ყოველწლიურად. საზოგადოება შეიძლება კითხვაც გაუჩნდეს, რატომ საუბრობთ ამაზე ასე მონდომებით და რატომ არის საჭირო, რომ ამ თემას დაუბრუნდეთ. რა განსაზღვრავს ამ პრობლემის აქტუალობას და რატომ თვლის მედიცინა, რომ ცოფზე ყოველთვის საჭიროა საუბარი და შეხსენება საზოგადოებისათვის. მოგესალმებით. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს ერთადერთი დაავადება არის ფაქტიურად ერთადერთი, რომელიც ყველა ვარიანტში მთავრდება სიკვდილით, თუ დროულად არ მოხდა ექიმთან მიმართვა. ბოლო წლების მანძილზე, როდესაც გავაქტიურდით თქვენი გადაცემის და ასევე სხვა გადაცემების წყალობით,
მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის პაციენტების მოსახლეობის ზოგადად ინფორმირებულობა, როგორ უნდა მოიქცნენ ცხოველების განმიყენებული დაზიანების შემთხვევაში მიმართონ ექიმს. ექიმი შეაფასებს მდგომარეობას და იმის მიხედვით ჩატარდება თუ საჭირო იქნება ვაქცინაცია. აი ამ მიდგომამ და ინფორმირებულობამ ადამიანებისთან ზუსტად გამოიწვია ის, რომ ბოლო წლების მანძილზე შედარებაც არ შეიძლება სულ რაღაც 10 წლის წინ, 7-8 წლის წინაც რამოდენიმე შემთხვევა იყო, ათეული შემთხვევებიც იყო ხოლმე ერთი წლის განმავლობაში ცოფის საქართველოში. ბოლო წლებში რამდენიმე წელი გავა ისე, რომ ცოფის შემთხვევა ადამიანებში არ ფიქსირდება. ზუსტად ეს არის აზრი ინფორმირებულობის პაციენტების, მოსახლეობის, რომლებმაც შეიძლება მანამდე შეხება არ ქონიათ ამ თემასთან, ეხლა მოგეხსენებათ დაღლი და ცხოველი ყოველდღე არკმეს ადამიანებს და როდესაც პირველად შეეჯახება ადამიანი და რომელი ადამიანიც არის ინფორმირებული, ის ადამიანი იქცევა ისე როგორც საჭირო ექიმთან ვიზიტის შედეგად, გადაწყდება მკურნალობა და მოხდება სიცოცხლის შენარჩუნება ფაქტიურად. ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ის გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს ექიმი, უთანხმებს პაციენტს, ურთიერთშეთანხმებით მოქმედებს მერე უკვე პაციენტი ექიმის ზედამხედველობის ქვეშ, რასაკვირველია ემსახურება მხოლოდ სიცოცხლის შენარჩუნებას, მაგრამ მე ვთხოვ მაყურებელს მიაქციოს ყურადღება თქვენს ფრაზებს. თქვენ ახსენეთ, როგორ შეიცვალა ადამიანების სოფით ავადობის სურათი. თქვენ ბრძანეთ, რომ ათეული შემთხვევიდან ჩვენ ჩამოვედით ისეთ მდგომარეობამდე, როდესაც საზოგადოების ინფორმირებულობა ადამიანის დაცულობის ხარისხს ზრდის. მაგრამ არის მეორე პრობლემა. თქვენ არ ბრძანეთ და არ თქვით იმის შესახებ, რომ ჩვენ აღარ გვაქვს საერთოდ სოფის შემთხვევები. ანუ საქართველოში ჩვენ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რაზედაც ახლა თქვენ საუბრობდით, თქვენ საუბრობდით ადამიანებში სოფის შემთხვევებზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს სოფის კერები, ჩვენ გვაქვს სამწუხაროდ სოფის კერები, ჩვენ გვაქვს სოფის შემთხვევები და ეს უკავშირდება რას? თუ ადამიანს არ აქვს, მაშინ ვის აქვს ეს და რას აქვს ეს ცოფი? ცოფით დაავადებული შესაძლებელია იყოს შესაბამისად გამავრცელებელი ნებისმიერი ძუძუმწოვარა ცხოველი. ფაქტორი, რატომაც არის საქართველოში ჯერჯერობით ცხოველებში გავრცელებული ცოფი, ახლა გავრცელებულს ეს არ ნიშნავს, რომ მოდებულია ესე ძალიან, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით ცოფის კერად ითვლება ქვეყანა, სადაც ბოლო 3 წლის მანძილზე ერთი შემთხვევა მაინც იყო დაფიქსირებული ან ცხოველებში, ან ადამიანებში. საქართველოში წელიწადში რამდენიმე შემთხვევა ფიქსირდება ცხოველებში. ცოფის კერად ვითვლებით. ეს უფრო გეოგრაფიული მდებარეობის გამოა ესეთი სახასიათებს ცოფს, აი აზიის ქვეყნებში, პაკისტანში, ინდოეთში უფრო ძალიან არის გავრცელებული შედარება არ არის ჩვენთან, ევროპის ქვეყნებში შედარებით ნაკლებად, ну ჩვენ სადღაც შუაში ვართ, გეოგრაფიულ მდებარეობა ჩვენსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. კულტუროლოგიურადაც ალბათ ეს მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ როგორც არ უნდა მოხდეს ბრძოლა, კი ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ცხოველებში და ცხოველების აცრას, მათ შორის გარეული ცხოველების ასე შემდეგ, მაგრამ ну შესაძლებელი როდესაც მოხდება, ამას დრო ძალიან დიდი დრო უნდა სამწუხაროდ ისე ვიმეორებ გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. როდესაც ჩვენ ვამბობთ ასეთ შემთხვევებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საზოგადოებას მართებს ჩვენ არ უნდა დავკარგოთ სიფხიზლე. იმიტომ რომ თუ არსებობს უბნები, სადაც დაფიქსირდა შემთხვევა, ადგილები საქართველოში, სადაც დაფიქსირდა ცხოველების სოფით ავადობა, ეს ნიშნავს, რომ ამავე ზონებში არის ადამიანის ავადობის რისკი გაზრდილი. ამიტომ არის საჭირო სიფხიზლე და ამიტომ არის გაუთავებლად საუბარი. მაგრამ თუ სადღაც ჩვენგან ძალიან შორს არის ასეთი კერა, ადამიანები თითქოს უფრო გულგრილები არიან დამოკიდებულების თვალსაზრისით. როდის გვიქმნის ცხოველების ავადობა ჩვენ საფრთხეს? რა შემთხვევაში ვართ ჩვენ ამ დაავადების სამიზნე? რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს არეალს კერა სადაც არის, სადაც დაფიქსირდა ცოფის შემთხვევა, იმიტომ რომ იქ რისკები მეტია და შანსი მეტია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაუშვათ, სიტყვაზე საქართველოს მაგალითზე რო ავიღოთ, კახეთში თუ დაფიქსირდა ცოფი, ეს არ ნიშნავს, რომ ქართლში ან იმერეთში არხეინად უნდა ვიყოთ, იქ სანამ დაფიქსირდებოდა, ხო არ იყო მანამდე დაფიქსირებული, რომ და ის ხო არ უნდა ველოდოთ, როდის დაფიქსირდება სხვაგანაც, რომ მაშინ დაუშვათ მივიღოთ რაიმე ზომები, რამდენიმე თვის წინ იყო, თუ შარშანი იყო, თუ არ ვცდები, რაჭაში დაფიქსირდა, ძალიან ასე ვთქვათ, თუ და პანიკაც შეიძლება დაერქვა საათსად და მაშინ ეს ცუდი არ არის, თავისთავად ცხადია.
ინფორმირებულობას აქვს ისევე მეორებ დიდი მნიშვნელობა. არ უნდა ველოდოთ, არ უნდა ვარკვიოთ, სად არის კერა და როგორ არის. ამის შესახებ ექიმები და ეპიდემიოლოგები არიან ინფორმირებული. პაციენტი ცხოველის მიერ მიყენებული დაზიანების კბენას და დაკაწვრას იგულისხმება ნებისმიერი ცხოველის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს და ექიმთან საუბრით ბევრი ფაქტორების შეჯერებით გადაწყდება, რამდენად საჭიროა არ ნიშნავს ის, რომ დაუშვათ მიაყენა ცხოველმა დაზიანება და აუცილებლად ესეთ განწყობით ბევრი პაციენტი მოდის ესეთი არ ნიშნავს ეს ტოლობის ნიშანი არ არის გავკაცრა და აუცილებლად უნდა გავიკეთოთ. ტოლობის ნიშანი არის გავკაცრა და აუცილებლად ექიმთან უნდა მივიდეთ. იქ რაღაცებს აქვს კიდე მნიშვნელობა, გამოვკითხავთ იმის მიხედვით თუ საჭირო იქნება გავუკეთებთ რაც საჭიროა თუ არა და გავუშვებთ სახში მშვიდად და წყნარად. ძალიან კარგი ფრაზა გამოიყენეთ. ტოლობის ნიშანი, როდის არის აუცილებლად გააკაწვრა ან მიყენებული დაზიანება ცხოველის მხრიდან, ტოლობის ნიშანი ექიმთან ვიზიტის და არასდროს არის ასეთი ცალსახად გადასაწყვეტი თვითონ დაზარალებულის მხრიდან უნდა აიცრას თვითონ თუ არ უნდა აიცრას. ეს უნდა გადაწყვეტოს ექიმმა. მაგრამ თქვენ ბრძანეთ რომ მაგალითად ძაღლთან ერთად ჩვენ უნდა განვიხილოთ ნებისმიერი სხვა ცხოველის, რომელიც შეიძლება პოტენციურად იყოს ძროხა ან ცხენი შეიძლება იყოს ცოფით დაავადებული. დიახ, ნებისმიერი ძუძუმწოვარი ცხოველი შესაძლოა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ახლა პასუხობთ ერთ-ერთი მაყურებლის კითხვას, იმიტომ რომ როდესაც მაგალითად ოჯახში ყავს ძროხა ან ცხენი ადამიანს, არ ვარაუდობს რომ საფრთხეა, რატომღაც საფრთხის შემცველად წარმოუდგენიათ ძაღლი. ძაღლიც შეიძლება იყოს კატაც, შეიძლება იყოს ცხენიც, თხაც, ძროხაც და ასე შემდეგ. და დაზიანებაში ითვლება კანის მთლიანობის დარღვევა მხოლოდ არა მხოლოდ, ახლა შეხედოთ როგორ არის ცხოველი ჯამთელათაც რომ გამოიყურებოდეს და ჩვენ დარწმუნებული ვიყოთ რომ ჯამთელია ჩვენი ცხოველი, ცხოველს ხაზგასმით, იმიტომ რომ ნებისმიერ ცხოველზე იგულისხმება ძროხა, ცხენი, ძაღლი, მნიშვნელობა არ აქვს. თუ ის ჩვენ გაგკაცრავს კბენით ან დაუშვათ კლანჭით, ექიმთან ვიზიტი ყველა შემთხვევაში საჭირო იქნება რომ შეფასდეს მდგომარეობა, ასე ვამბობ, ფაქტორების შეჯერება მოხდეს და გადაწყდეს რამდენად არის ვაქცინაცია საჭირო. მაგრამ თუ ცხოველი საეჭვო ვითარებაში მოკვდა ან არ მოკვდა, მაგრამ ქცევები აქვს საეჭვო. ასეთ შემთხვევაში საეჭვოში გულისხმობ რა არაადეკვატური, ისი არ არის როგორც უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დაკაწრულიც რომ არ იყოს ადამიანი, მაგრამ მჭიდრო კონტაქტშია ამ ცხოველთან. ამ შემთხვევაში საჭიროა პირველ რიგში ვეტერინართან გასაუბრება. ვეტერინარმა უნდა შეაფასოს ცხოველის ქცევები, ახლა ცხოველი არაადეკვატურად შესაძლებელია უამრავი მიზეზის გამო იქცეოდეს. ჩვეულებრივი ადამიანი ახლა არ არის კომპეტენტური შეაფასოს რამდენად არის ეს ცოფის ნიშანი. თუ ვეტერინარი მიიტანს ცოფს ეჭვს, ამ შემთხვევაში დაალაგდება იქ როგორ უნდა გაკეთდეს, ხდება შესაძლებელია გახდეს საჭირო სამწუხაროდ ცხოველის დაძინება, მერე ლაბორატორიული კვლევა და ასე შემდეგ. ანალოგიურად, როდესაც ცხოველი კვდება, ყველა ცხოველი კვდება სამწუხაროდ როდესაც მაგრამ თუ კვდება საეჭვო ვითარებაში ან არაადეკვატური ქცევის შედეგად, ასევე არსებობს ლაბორატორიები საქართველოს ყველა რეგიონშია თითქმის, სადაც ხდება კვლევა ლაბორატორიული, თუ ისევ მეორე პეჭვია მიტანილი ცოფზე, ეს ვეტერინართან ერთად უნდა გაირკვეს, კვლევების ჩატარება და ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ადამიანი არ იყოს დაკაწრული ან დაკბენილი ამ ცხოველისგან, მაგრამ თუ კონტაქტი იყო მჭიდრო, თუ მოხდა დადორბლა, ასეთ შემთხვევაში და რა თქმა უნდა აცრა გახდება საჭირო, თუ ცოფი დადასტურდება. ყოველ შემთხვევაში ჩემი მიდგომა მაინც ესეთია, რომ საეჭვო შემთხვევა ექიმთან ვიზიტი ჩვენ პაციენტებს კონსულტაციას უფასოდ ვუწევთ, გასაუბრებას რა უდგას წინ, ან დავამშვიდებთ და არაფერი არ არის საშიში, ან ვეთქვით, მივცემთ მიმართულება ცალკეულ შემთხვევაში როგორ მოიქცეს. ჩვენ გვაქვს ვიდეო რჩევა ახლა, რომელიც დღევანდელ ჩვენს თემას არ უკავშირდება, მაგრამ უკავშირდება უსაფრთხო მგზავრობას. სეზონურად ეს ძალიან აქტუალური საკითხია და მოდით ერთად გავიხსენოთ ის რეკომენდაციები, რომელიც ძალიან ბევრი საერთაშორისო დოკუმენტის საფუძველზე არის ამოკრეფილი და მომზადებული. უსაფრთხო მგზავრობის წესები. თუ ავტომობილით მგზავრობას გეგმავთ, წინაღამით კარგად გამოიწინეთ. მით უფრო თუ თქვენ გიწევთ საჭესთან ჯდომა. არ გაემგზავროთ მშიერი ან ზედმეტად დანაყრებული. მიირთვით თერმულად დამუშავებული, ადვილად შესათვისებელი საკვების საშუალოდ, საათნახევრით ადრე. ისარგებლეთ საპირფარეშოთი, აუცილებლად დაცალეთ შარდის ბუშტი. სამგზავროდ შეარჩიეთ თავისუფალი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. უარი თქვით მჭიდრო სამოსს და მოჭერილ წინდებზე. გამგზავრებამდე დარწმუნდით, რომ მანქანა გამართულია. გასარეცხად არ გამოიყენოთ მძაფრი სუნის და ძლიერი ქიმიური შემადგენლობის ჰიგიენური საშუალებები. ბავშვები წინ არ დასვათ. მხოლოდ უკან, უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ.
და აუცილებლად სპეციალურ სავარძელში. შეიკარით უსაფრთხოების ღვედი. გახსოვდეთ, რომ ჩვენი ორგანიზმისთვის გარემოს ოპტიმალური ტემპერატურა 18-20 გრადუსი ცელსიუსია. მაქსიმუმ 23. თუ რომელიმე მგზავრს ალერგია აქვს, უმჯობესია ბოლომდე აწიოთ ფანჯრების მინები. გზავრობისას არ დაელოდოთ წყურვილს. პირიქით, დაასწარით და დალიეთ წყალი. დაუშვებელია ჭამასმა მოძრავ ავტომობილში, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ უცხო სხეული სასუნთქ გზებში. თუ მანქანის სალონში მწერი შემოფრინდა, ჩამოუშვით ფანჯრის მინა ან გაჩერდით. გააღეთ კარი და გზა განაგრძეთ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ მწერი გაფრინდა. პერიოდულად გააჩერეთ მანქანა და ფეხით გაიარეთ. სიცოცხლის გახანგრძლივება და არა გადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია. სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი პირადი ექიმის რჩევით. როდესაც ჩვენ საუბრობთ დღევანდელ პრობლემებზე, თავი მოუყარეთ იმ კითხვებს, რომელიც ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის. რამდენიმე ასეთ კითხვას დაგისვამთ. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კითხვა, რომელიც მე ვფიქრობ, მოითხოვს სერიოზულ პასუხს, ეს არის ადამიანები, რომელთაც რაღაც პრობლემის გამო ყოველდღიურად სჭირდებათ მედიკამენტის მიღება და უცებ აღმოჩნდნენ ფაქტის წინაშე, რომ ცოფის საწინააღმდეგო აც რა უნდა ჩაიტაროთ. ამ ადამიანებს აინტერესებთ, ძალიან აღელვებთ ის საბაზისო პრეპარატები, რომელსაც მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის გამო ყოველდღიურად იღებენ, არტერიული ჰიპერტენზიის მართვისათვის ყოველდღიურად იღებენ, საგულე საშუალებებს, რომელსაც ყოველდღიურად იღებენ და აცრა. რამდენად შეთავსებადია, ან რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს მათი ჯანმრთელობისათვის და როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ შემთხვევაში? პრაქტიკულად თანამედროვე ვაქცინები, დიდი ხანია უკვე ვაქცინაცია ესეთ დონეზეა და ვაქცინების დამზადების პრინციპი და თვითონ ვაქცინების მოქმედება არანაირად ხელს არ უშლის სხვა მედიკამენტების მიღებას. არანაირი მდგომარეობა პაციენტის კიდეც რო იყოს დაუშვათ არ არის, მაგრამ კიდეც რო იყოს სასწორზე რო დავდოთ, ცოფისგან დაცვა უპირველესია და ალტერნატივის გარეშეა დაუშვათ სხვა მკურნალობის შეწყვეტა კიდეც რომ მოუხდეს, მაგრამ ესეთი რამე საჭირო არ არის. ნებისმიერი მკურნალობა პრაქტიკულად პაციენტს შეუძლია გააგრძელოს, ოღონდ რა თქმა უნდა ექიმი ინფორმირებულია რა ბიოლოგი ამ შემთხვევაში, რა მედიკამენტებს ღებულობს, როგორ შესაძლებელია მცირე რაღაც კორექცია იყოს საჭირო, ან წინასწარ მომზადება ჩავთვალოთ საჭირო ვაქცინაციამდე, მაგრამ ის რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაკეთდეს იმ მიზეზით, რომ პაციენტი რაიმე სხვა პრეპარატს ღებულობს, ესეთი რამე არ ხდება. ისევ ვიმეორებ, ალტერნატივაა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, როცა ეს საჭიროა. მაგრამ ისევ ხაზგასმით არავითარ სხვა მკურნალობას ხელს არ უშლის. ასევე ამას დავამატებ ამ კითხვაში არ იყო არაფერს არ იწვევს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა. სამწუხაროდ დადის ესეთი სიტყვა უყვართ ხოლმე ანგრევს ორგანიზმს. აი ეს კითხვა ცალკე უნდა დამესვა, დიახ, ეს მნიშვნელოვანია. ანგრევს, არაფერს არ ანგრევს. უბრალოდ ჩემი ვეღარ მოვიკრიბე ძალა და ვეღარ გავიმართი ამაცრის მე. ნებისმიერი დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ნებისმიერი გრიპი დაუშვათ ან იგივე კოვიდი ახლა ხანს, რაღაც გარკვეული სისუსტე და რაღაც დაღლილობის შეგრძნება პაციენტს შესაძლოა ქონდეს, ესეც ყველა არა. ყველას არა. ეს არ ნიშნავს რაღაც დაინგრა ან რაიმე ცვლილებები გამოიწვია ისეთი ამ ვაქცინამ ორგანიზმში, რომელიც მე მთელი ცხოვრება გაყვება. ეს ვაქცინაციის დამთავრებასთან ერთად გაივლის და იმდენად უმნიშვნელოა ეს გვერდითი მოვლენები აღნიშნვის ღირსათაც პრაქტიკულად. ერთი ძალიან კარგად მომზადებული მაყურებლის კითხვა უნდა დაგისვათ ამასთან დაკავშირებით და მიმიხვდებით რატომ გამოვყავით ცალკე და ამ კითხვაში არ ჩავსვი. თუ ჩვენ ცოფზე როდესაც საუბრობთ და ერთხელ გვისაუბრია რომ მისი სამიზნე არის პირველ რიგში ნერვული სისტემა, იმიტომ რომ ნეიროტოქსინია იქ გადამწყვეტი, რომელიც ანგრევს ასე ვთქვათ და კლავს ადამიანს. მაშინ ვაქცინაც ნერვულ სისტემაზე მუშაობს, მოქმედებს? მაყურებლის კითხვა იყო ასეთი. არა, ვაქცინა ნერვულ სისტემაზე არ მოქმედებს, ვაქცინა ზუსტად ცოტა ისე რომ ვთქვათ გასაგებად ბლოკავს იმ ვირუსს, რომ ვირუსმა ვერ გააკეთოს. ის ზუსტად ამაშია საქმე. წერა რომ ახსენე ანგრევს
რაც ყურს რო ცუდად ხდება, ცოფი დაავადება. აი ცოფის ვაქცინას აიგივებენ იგივესთან. თუ ცოფი ცუდი დაავადება, ესე იგი მისი ვაქცინა ძალიან ძიმეა და პრინციპი და მოქმედება ვაქცინის პრაქტიკულად არაფრისგან განსხვავდება იმ რუტინული ვაქცინაციისგან, რაც ბავშვებს ასაკობრივად უტარდება ცოფის ვაქცინა, იმისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება და მე განსაკუთრებულს არ იწევს. თუმცა, არსებობს იმუნოგლობულინები ცოფის საწინააღმდეგოდ, რომელიც ყველა პაციენტს არ ჭირდება. ეს განსაკუთრებით რთული შემთხვევების დროს არის ხოლმე საჭირო გაკეთდეს. იქ მეტი სიფრთხილეა მისი შეყვანა ორგანებში, მეტი სიფრთხილით ხდება. მეტად შეიძლება ახდეს გვერდითი მოვლენები, მაგრამ იქაც არ არის რაიმე აი რაღაც განსაკუთრებული ზებუნებრივი და რაღაც პრობლემებს ისიც აარქმევს. თანამედროვე ვაქცინები ძალიან მაღალი ხარისხისაა. კითხვა, რომელიც უნდა დაგისვათ, ალბათ არაერთხელ მოგისმენიათ, მაგრამ საინტერესოა ჩვენი საზოგადოებისათვის, ამიტომ ეს თემა ვფიქრობ იმსახურებს ყურადღებას ყველას მხრიდან. როდესაც მაგალითად ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია utardeba ადამიანს, გარკვეული კატეგორია აღმოაჩენს, რომ მას ასევე სჭირდება ტეტანუსის საწინააღმდეგოდ ვაქცინის გაკეთება. და არის მეორე კატეგორია, რომელსაც არც კი შესთავაზეს ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, და ამიტომ რჩება გაუგებარი ადამიანებისათვის. მე რატო დამჩაგრეს, მე რატო გამიკეთეს ცოფის საწინააღმდეგოც, ტეტანუსის საწინააღმდეგოც და აგერ ადამიანი, რომელსაც გაუკეთეს ცოფის საწინააღმდეგო აცრა, სულაც არც უხსენებიათ ანტიტეტანუსი. კი ბატონო, ორი უკიდურესობა ახასიათებს ადამიანებს ზოგადად და ამ საკითხთან მიმართებაშიდაც ზოგჯერ პირიქით არის, აი ჩემ მეზობელს გაუკეთეს 5 ინექცია, მე რატო არ გამიკეთეს? მე რატო მიკეთებ ერთ ან პირიქით იმასო ერთი, მე რატო ესე. ყველა პაციენტი და ყველა შემთხვევა არის და ფასდება ინდივიდუალურად. დაზიანებიდან გამომდინარე, წერან იმუნოგლობულინი ვახსენე იმის შეყვანის პროცედურა რამდენიმე ინექციას მოიცავს და ცოტა თავისებური პროცედურა, ეს ყველას არ ჭირდება. შესაბამისად, თუ ერთ ადამიანს დაჭირდა, ეს არ ნიშნავს, რომ მეორესაც ანალოგიურად უნდა გაუკეთეს. ეს ერთი. რაც შეეხება ტეტანუსის პირველ რიგში განისაზღვრება რამდენიმე ფაქტორია, რის მიხედვითაც ექიმი წყვიტავს ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ესაჭიროება ადამიანს თუ არა. მაგალითად ასაკი. მაგალითად პირველ რიგში ასევე დაზიანების ხარისხი, სიღრმე ჭრილობის ხასიათი, როგორი ჭრილობა ვიზუალურად უნდა შეფასდეს, ასე რომ შეფასება ხდება წეგან თავიდან რაც აღნიშნე ექიმთან ვიზიტი, ზუსტად ამას მოიცავს. როგორი ხასიათის დაზიანება, რამ სიღრმე აჭრილობა, როგორ არის, რამდენად არის დაბინძურება, დაბინძურებაში არ იგულისხმება, მაინც და მაინც ჭრილობაში მიწა უნდა იყოს და ტალახი დაუშვათ. ამის მიხედვით ხდება ასევე მანამდე არის თუ არა პაციენტი აცრილი, განსაკუთრებით ბავშვებში ასაკობრივი აცრების გარკვეული პერიოდი იცავს ის ადამიანს. ეს პერიოდებიც უნდა შეფასდეს ჭრილობის სიღრმესთან ერთად. აი ამ ყველა ფაქტორიდან გამომდინარე ხდება ადგენს და წყვიტავს ექიმი ცოფის საწინააღმდეგო აცრასთან ერთად გაკეთეს ტეტანუსის აცრა. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია მხოლოდ ტეტანუსის აცრა დაჭირდეს პაციენტს ცხოველის განაზიანებით მოვიდეს, მაგრამ ცოფის აცრა არ ჩავთვალოთ საჭიროდ რაღაც გარკვეული ფაქტორების გამო და მხოლოდ ტეტანუსი ავწრათ. ესეც ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ თუნდაც ინექციების რაოდენობით, თუნდაც ჩამონათვალით, არც თავი უნდა მოვიწონოთ და არც თავი დაჩაგრულად ვიგრძნოთ. ეს არის დაკავშირებული იმ ინდივიდუალურ შემთხვევასთან, რომელსაც გაანალიზებს მხოლოდ ექიმი და ექიმი გადაწყვეტს რა სჭირდება პაციენტს მისი სიცოცხლის უსაფრთხოებისათვის. და დაუბრუნდეთ იმ ნაწილს, საიდანაც დავიწყეთ. თქვენ ბრძანეთ ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ თუ სადღაც ჩვენთან ახლოს არის კერა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მერე რა რომ არ დაფიქსირებულა ადამიანებს შორის ცოფის შემთხვევა, ადამიანი ხდება სამიზნე და მეტია რისკი, რომ ადამიანი დაინფიცირდეს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ეს არის სასიკვდილო ინფექცია, მაშინ უსაფრთხოებისთვის ყველაფერი არის გასათვალისწინებელი, მათ შორის ექიმამდელი დახმარების სახით. რა შეიძლება გაკეთდეს, თუ მოხდა მაინც ისე, რომ ადამიანი დაზარალდა. დაზარალდა ცხენის, ძროხის, ძაღლის, არ აქვს მნიშვნელობა, რომელიმე ინფიცირებული ცხოველის ან საეჭვო ცხოველის მხრიდან. რა უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ? ნუ ეხლა ცხენებისგან და ზოგადად ცხოველები იშვიათად არის ისეთი სახის ნაკბენები, რომ სიცოცხლესთან შეუთავსებელი რომ იყოს, ესეც ხდება სამწუხაროდ, მაგრამ ძალიან იშვიათად. პირველ რიგში ცხოველისგან მიყენებული დაზიანება, ეს კლანჭით ან ჩლიქით ან რქით დაუშვათ ან კბილით არ აქვს მნიშვნელობა.
პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ და პრაქტიკულად ყველასთვის ხელმისაწვდომია ეს ჩამობანა საპნეიანი წყლით ან თუნდაც მხოლოდ წყლით თუ ისეთ ადგილზე ვართ რომ საპნე არ გვაქვს, ну ფიზიკურად რომ მოცილდეს ამ საეჭვო ცხოველის დორბლი ჭრილობას რომ მოცილდეს ჩამობანა, შემდეგ თუ არის ხელმისაწვდომი სტერილური ან თუნდაც დოლბანდი თუ ჭრილობა სისხლდენია, თუ არა და მხოლოდ დაბანა საკმარისია და მე ექიმთან მიმართვა. საქართველოში პრაქტიკულად ყველა რაიონულ ცენტრში არის რადიოლოგი, ყველა რაიონულ ცენტრში ხდება მომსახურება შესაბამისი, ასე რომ სადაც არ უნდა მოხდეს, აქ არ ჭირდება მაინც და მაინც დიდი დრო და დღეები ექიმთან თუმცა მაინც არის ხოლმე ეს კითხვა, რამდენი ხანში, ანუ რამდენი ხანი შეიძლება იყოს ეს დაყოვნების დრო, სულ არის ეს კითხვა. კარგია, ესეც რამოდენიმე ესე ჩამოყალიბებული აზრი არის ამასთან დაკავშირებით პაციენტებისგან, აი 24 საათი, 48 და 60 ეს 3 საათი ფიგურირებს ყოველთვის. არ არის არცად ესეთი საათები, რაც უფრო დროულად მიმართავთ, მით უფრო უკეთესი ანტირაბიული კაბინეტები 24 საათის მანძილზე მუშაობენ. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მივიდეთ სირბილით და აცრა გავიკეთოთ, უნდა მიმართოთ და გავესაუბროთ. შესაძლებელია საერთოდ არ დაჭირდეს ვაქცინაცია ადამიანს, მაგრამ აი მაგალითად იგივე ტეტანოსთან დაკავშირებით ხშირად არის ესეთი, რომ აი სამწუხაროდ კომპეტენტური პირებიც ეუბნებიან 3 დღე გაქვს იმისთვის რომ მიხვიდე, ну 72 საათი გაქვს რომ მიმართო ექიმს. იშვიათ შემთხვევებში ტეტანოსი შესაძლებელია რამდენიმე საათშიც დაემართოს ადამიანს. ასევე შეიძლება გახანგრძლივებული იყოს ინკუბაციის პერიოდი 2 თვე ნახევრამდე. ამიტომ თუ დაზიანება უკვე აქვს ადამიანს, თუ ეს დაუშვათ ტრავმა მიიღო თუ ცხოველმა უკბინა, თუ დაზიანება უკვე გაქვს, თუ აპირებ ექიმთან მისვლას. ნუ რატომ უნდა გადადო მაინც 72 საათი. თუ როგორც მოახერხებ მაქსიმალურად სწრაფად რომ მიხვიდეთ ექიმთან, ეს არის ყველაზე სწორი ფორმულება. და ერთი კითხვა, რომელიც მე საგანგებოდ ბოლოსთვის მოვიტოვე, რომელიც ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვაა და მე ეჭვი მაქვს, რომ თქვენ უკვე მიმიხვდით რა კითხვის დასმას ვაპირებ, მაგრამ ამ თემას ყოველთვის უბრუნდებით, როდესაც საქმე ეხება აცრას, როდესაც საქმე ეხება ცოფის საწინააღმდეგო ან ტეტანოსის საწინააღმდეგო აცრას. ალკოჰოლი და აცრა, იმიტომ რომ ყველაზე მეტად რატომღაც აღელვებთ ხოლმე განსაკუთრებით მამაკაცებს, როდის შემიძლია დალევა, განსაკუთრებით თუ ეტაპობრივად ხდება აცრა, როდემდე უნდა ვიყო ასე, რამდენი შემიძლია, რომელი სასმელი და როდის? კი ბატონო. თანამედროვე ვაქცინებს არ აქვს კონკრეტულად ესეთი მითითება, რომ ალკოჰოლის მიღება შეგუებულია, მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ. სხვადასხვა ძალიან ხშირად ინტერნეტ სივრცეშიდაც აწყდებით, რომ აი ალკოჰოლი არაფერ შუაში არ არის, შეგიძლიათ მიიღოთ. თრათასე მარტივად არ არის, ისევ და ისევ ინდივიდუალურად წყდება ექიმთან ვიზიტის დროს. ვაქცინაციის მიზანი არის ანტისხეულების გამომუშავება ჩვენ ორგანიზმში, რომელმა ანტისხეულებმაც ეს მარტივად რო ავხსნათ, ორგანიზმი უნდა დაიცვას კონკრეტული დაავადებისგან. ნუ ამ შემთხვევაში ცოფს ვსაუბრობ. ალკოჰოლის მიღება ჭარბი რაოდენობით, ხშირი რაოდენობით ხელს უშლის ამ პროცესებს. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უშლის ხელს, მაგრამ შესაძლოა ხელი შეუშალოს. ეს ერთი ფაქტორი. ნუ ეხლა თუ პაციენტს ვეტყვით, რომ ცოტა შეგიძლია დალიო და უშუალოდ მე ამ ცოტაზე ვსაუბრობთ, რამდენია ცოტა, ჩემთვის ცოტა 1 ლიტრია და ეს ამის განსაზღვრაზე, ამიტომ ჯობია ჩვენი მიდგომა ესეთია, რომ რეკომენდაციას ვაძლევთ შეიკავოს თავი ალკოჰოლის მიღებისგან. თუმცა ეს არის კატეგორიული აკრძალვა. ვაქცინაციის პერიოდში მაინც. ვაქცინაციის დამთავრებიდან 2 კვირა მაქსიმუმ საკმარისია იმისთვის, რომ ანტისხეულების გამომუშავება იყოს მაქსიმალურ მაჩვენებელზე და ამის შემდეგ ალკოჰოლის მიღება აღარ არის კავშირში ვაქცინაციასთან. შესაბამისად, მანამდე აკრძალვას არ დავარქმევდი. რეკომენდაციაა ჩვენ ისევე როგორც სხვადასხვა პაციენტს, სხვადასხვა რეკომენდაციები შეიძლება მივცეთ. დიეტასთან დაკავშირებით ეს ყველას არ ენიშნება, ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებით და ასე იგივე მედიკამენტებიც ეგან ახსენეთ. ყველა პაციენტთან ეს ხდება ინდივიდუალურად ხდება ამაზე გადაწყვეტა. ალკოჰოლიზმის ფონზე რა თქმა უნდა უეფექტო იქნება ვაქცინაცია. იგივე წეგან ვახსენეთ რაღაც გარკვეული მედიკამენტები, კორტიკოსტეროიდები მაგალითად. ერთჯერადი გამოყენებით ეს არ იმოქმედებს ვაქცინაციაზე, მაგრამ თუ კურსია ჩატარებული იქ, სხვანაირად ხდება მე მიდგომა შესაძლებელია ანტისხეულების განსაზღვრა გახდეს საჭირო ვაქცინაციის დამთავრებიდან და ასე შემდეგ. ეს ფაქტორები ამიტომ ექიმთან ერთად როდესაც თქვენ გისმენთ ახლა მაყურებელი, მე ვფიქრობ, რომ დარწმუნდა ერთი მხრივ ჩვენ საუბრობთ
სასიკვდილო საფრთხეზე, ცოფზე, მაგრამ საუბრობ ძალიან მშვიდად, იმიტომ რომ ხელთ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც გვაძლევს ამ დაავადების 100% თავიდანაცილების საშუალებას. ძალიან ცოტა დაავადების დროს შეგვიძლია ასე თავი მოვიწონოთ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეგვიძლია და ისეთი მინიმალურია ასეთ დროს დისკომფორტი, თუნდაც ალკოჰოლის მიღებული რაოდენობის შეზღუდვა ან გარკვეული რეჟიმის დაცვა, რომ სიცოცხლის ფასთან შედარებით მე ვფიქრობ ეს არც არაფერია. და ამის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია. ბატონო ბადრი, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მეგობრობისთვის, დღევანდელი სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ანტირაბიული სამსახურის ხელმძღვანელი, ექიმი რაბიოლოგი, ქირურგი ბატონი ბადრი ბაზაევი. მე არ გემშვიდობებით ჯერ კიდევ, იმიტომ რომ წინ გვაქვს კვებით შუქნიშანი და შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც სხვადასხვა ვაქცინაციის დროს გამოგადგებათ, მაგრამ მათ შორის აუცილებლად გამოგადგებათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებამდე, გამოყენების დროს და გამოყენების შემდეგაც. კვებით შუქნიშანი და შესაბამისი რეკომენდაციები ნიშნავს იმას, რომ ნებადართვით, სიფრთხილით, შეზღუდვით, ძალიან იშვიათად აკრძალვით და მთავარი სათქმელით მომაქციო ყურადღება ამა თუ იმ პრობლემასთან არის მისადაგებული. არის თუ არა კვებითი რეკომენდაცია ცოფთან დაკავშირებული. მაგალითად, როდესაც ჩვენ დაავადებაზე ვსაუბრობთ და კვებას ვიყენებთ როგორც ინსტრუმენტს, ჩვენ ვამბობთ, რომელი საკვები პროდუქტებით ან რომელი კვების მოდელით შეგვიძლია ამ დაავადების განვითარების შესაძლებლობა შევამციროთ, ამ დაავადების მიმდინარეობა შევამსუბუქოთ, ამ დაავადების მკურნალობა გავაუმჯობესოთ. თუმცა ცოფის შემთხვევაში ეს ყველაფერი აზრს კარგავს. შევთანხმდით, რომ ცოფი არის დიაგნოზი, რომელიც ადამიანის სიცოცხლისათვის 100%-იან საფრთხეს ნიშნავს, ანუ 100%-ით უქმნის საფრთხეს და ასეთ დროს კვებას როგორც დამხმარე, ძირითად ან თუნდაც მინიმალური საჭიროების მეთოდს აზრს უკარგავს. მაგრამ ყველა დანარჩენ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ საუბრობთ მაგალითად ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე და ორგანიზმის მომზადებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ კვების როგორც რისკ ფაქტორის ან დამხმარე ფაქტორის როლის გათვალისწინება. მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ორგანიზმისათვის მნიშვნელოვანია წონასწორობა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჯანმრთელობა არის წონასწორობა და ავადმყოფობა ეს არის დარღვეული წონასწორობა. ეს არის ძალიან მარტივი განმარტება, რომელიც თავის დროზე მე ჩემთვის როგორც სტუდენტმა მოვიფიქრე, შემდეგ როგორც ექიმ არაერთხელ გამოვიყენე, დღემდე ვიყენებ და შემდეგ როგორც თქვა წამყვანმა არაერთხელ გაგიზიარეთ თქვენ. მაგრამ როდესაც საუბრობთ ზოგად წონასწორობაზე, წონასწორობის განსაზღვრელი კვებაში შეიძლება იყოს ბევრი რამ. კვების მოდელი, ანუ როდის მივიღებთ საკვებს, რამდენს მივიღებთ, რას მივიღებთ. რასაკურველია მნიშვნელოვანია დროშის სწორად გადანაწილება იმ პროდუქტებისა, რომელსაც კვების რაციონში თავს მოუყრით და ასეთ შემთხვევაში სულ ცოტა ხუთი ჯგუფის, სულ ცოტა ხუთი ფერის პროდუქტის გამოყენება, კიდევ უფრო უკეთესი ცისარტყელას, ანუ მრავალფეროვნების გამოყენება, თეთრზე გადანაწილებით ნახევარი, ბოსტნეული და ხილი, მეორე ნახევარი, მარცვლეულ ბურღულეული ცილოვან კომპონენტთან ერთად, ეს თქვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი მიდგომა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერ შემთხვევაში. მცენარეული ბოჭკო, იმისათვის რომ ჩვენი ორგანიზმი იყოს წონასწორობაში. წყლის ბალანსი და ადეკვატური მოხმარება წყლის, მიკრობიომისა და მიკრობიოტას მოწესრიგება. ამას ყოველდღე ვიმეორებ და სიმართლე გითხრათ ძალიან ვამაყობ იმით, რომ პირველად ჩვენს გადაცემაში, პირველად ჩვენი საუბრით საზოგადოების ყურს მოხვდა ეს ტერმინები და პირველად დავიწყეთ ამ თემაზე საუბარი მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოშიც კი თითოეულა მეცნიერი საუბრობდა ამაზე, როდესაც ჩვენი ჯანმრთელობის გასაღები უნდა ვეძებოთ იმ უხილავ სამყაროში, რომელსაც ჩვენივე სხეულით ვატარებთ. აი ამ კეთილმეზობლობაში და თანაცხოვრებაში მზაობა ორგანიზმისა კარგად მიიღოს ამა თუ იმ ვაქცინით მოწოდებული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია. გვაქვს ორგანიზმში წონასწორობა, ყველა სამკურნალო საშუალება და მათ შორის ვაქცინებიც უკეთ
მოქმედებს, უკეთ შეითვისება, უკეთესი ეფექტი გვაქვს. ამის გათვალისწინება მნიშვნელოვანია, თუნდაც სოფის აწინააღმდეგო ვაქცინის შემთხვევაში. ალკოჰოლზე უკვე ისაუბრა ბატონმა ბადრი ბაზაევმა, ამიტომ ამას საგანგებოდ არ შევჩერდები, თუმცა დადგენილია. და დადგენილია საერთაშორისო კვლევებით და მტკიცებით დადასტურებულია, რომ ადამიანები, რომელთაც აქვთ კვებითი დარღვევა ყოველდღიურ რეალობაში, როდესაც არასწორად და არასწორი თანაფარდობით მოიხმარენ მაგალითად ძირითად საკვებ ნივთიერებებს, ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, უპირატესობით პროცესირებული ცხიმების სასარგებლოდ, უპირატესობით ტრანსცხიმებისა, ამ ადამიანებს აქვს რისკი, რომ მეტაბოლიზმმა შეუქმნა საფრთხე ორგანიზმს სწორად უპასუხოს ვაქცინას. ანუ ვაქცინაციის ეფექტურობა დამოკიდებულია ჩვენი სხეულის მასის ინდექსზე, ჩვენს წონაზე, დამოკიდებულია ჩვენს მეტაბოლიზმზე და დამოკიდებულია იმაზე, რითი ვიკვებებით ჩვენ ყოველდღიურად. როგორც ვთქვით, ცხიმების სიჭარბე, არაჯანსაღი ცხიმების უპირატესობა ჩვენს კვების რაციონში, ბევრი ტკბილეული, სხვადასხვა სახის დაუსაბუთებელი დანამატი ჩვენს რაციონში, უკიდურესად დატვირთული საკაზმებით საკვები, ან დიდი რაოდენობით, თქვათ, მლაშე პროდუქტების გამოყენება, როდესაც წყალმარილოვანი ბალანსია ჩვენს ორგანიზმში შექმნილი. ეს ქმნის ცუდ ნიადაგს, არა ნოყიერს, არამედ არასასარგებლო ნიადაგს, არაჯანსაღ ნიადაგს პასუხისთვის. მაგრამ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ალერგიული პოტენციალის პროდუქტები, მაშინ, როდესაც ვაქცინაციას გეგმავთ. მაგალითად, რძე და რძის ნაწარმი, ვისთვისაც რისკს წარმოადგენს, თხილეული, კვერცხი, მაგალითად, მიწის თხილი, იგივე არახისი, სოია, ხორბალი, თევზი. ერთი შეხედვით ძალიან ნაქები პროდუქტები, მაგრამ პროდუქტები, რომელიც დიდი რვიანის შემადგენლობაში, ანუ ყველაზე ალერგიული პროდუქტების შემადგენლობაშია, თუნდაც ხორბალი, თუნდაც თევზი. აღარაფერს ვამბობ ყველა დანარჩენ პროდუქტზე. ეს პროდუქტები, თუ თქვენ მსგავსი რისკები გაქვთ, შესაბამის დღეებში, ვაქცინაციის დაგეგმავებენ, ვაქცინაციის დროს, შემდგომ პერიოდში მაქსიმალურად უნდა ფრთხილად გამოიყენოთ. და მიაქციეთ ყურადღება ზოგადად პროდუქტების უსაფრთხო გამოყენებას, განსაკუთრებით, როდესაც ჰიგიენური ნორმების დაცვას ეხება საქმე. დავიცვათ ჩვენი ორგანიზმი დამატებითი რისკებისგან, დავიცვათ ჩვენი ორგანიზმი დამატებითი საფრთხეებისგან და იმისგან, რომ ჩვენი სასიცოცხლო რესურსი დავხარჯოთ იმაზე, რაზედაც არ უნდა ვიხარჯებოდეს. მაგალითად, კარგად გავრეცხოთ ვაქცინაციამდეც, ვაქცინაციის დღეებშიც, ყველა ის პროდუქტი, რომელსაც გამოვიყენებთ. ეს წესები ყოველთვის უნდა დავიცვათ, მაგრამ განსაკუთრებით მობილიზებული უნდა ვიყოთ. გამოვიყენოთ თუნდაც ისეთი წესები, რომელიც ეხება სწორად დანაწევრებას, განყენებულად, ერთმანეთისაგან გამიჯნულად დანაწევრებას და დამუშავებას სხვადასხვა პროდუქტისა, მათ სწორად შენახვას, გარეცხილი და გაურეცხავი პროდუქტების მეზობლობის დარღვევას, ანუ ცალ-ცალკე უნდა შევინახოთ ეს პროდუქტები. გადატანისათვის სწორად გამოყენებას კონტეინერებისა და სათავსებისა, სხვადასხვა სათავსოსი და აგრეთვე, როდესაც ჩვენ გადავიტანეთ კონტეინერით პროდუქტები, სწორად დავაბინავეთ და სწორად გამოვიყენეთ. ყველა ეს წესი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ წესების დარღვევა ზრდის მაგალითად დამატებითი ინფექციების განვითარების რისკს, სხვადასხვა დაავადების წარმოშობის რისკს და ჩვენი მებრძოლი ჯარისკაცების ლეიკოციტების დანახარჯს, არაგონივრულ დანახარჯს, რომელიც შეიძლება უფრო მიზნობრივად გამოგვეყენებინა ჩვენი იმუნიტეტის, ანუ ორგანიზმის დაცვითი ძალების გაძლიერებისთვის. და აი ამისათვის საჭიროა გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მე კვებითი შუქნიშნის შესაბამისად მოგახსენეთ. ხოლმე გემშვიდობებით და ტრადიციულად ჯანმრთელობას და დღესდღეობას გისურვებთ.